საქმე წმინდათა მოციქულთა თავი მე-14 იყო იკონიას შინა მსგავსა წესისა შესვლასა მათსა შესაკრებელსა ჰურიათასა და სიტყვა დესრეთ ვიდრე რწმუნებადმდე ჰურიათა და წარმართა მრავალსა სიმრავლისა ხოლო რომელნი ურწმუნონი ჰურიანი იყვნენ აღაზრზინნეს და განაბოროტნეს სულნი წარმართთანი ძმათაზე და მრავალჟა მიქცევდეს იგინი განცხადებულად უფლისა მიმართ რომელი ეწამებოდა მას სიტყვითა მით მადლისა მისისაითა და მოსცემდა სასწაულებსა და ნიშებსა ყოფად ხელითა მათითა მაშინ განიწვალა სიმრავლე იგი მის ქალაქისაი და რომელნიმე იყვნენ ჰურიათათანა და რომელნიმე მოციქულთათანა დავითა შეითქმეს ჰურიანი და წარმართნი თავრებით მათი თურთზე და მისვლად და გინებად და ქვისა დაკრებად მათდა განეშორნეს და მიილტოდეს ქალაქებსა ლუკაონისასა ლუსტრად და დერბეთ და გარემო სოფლებსა და მუნახარებდეს და კაცი ვინმე იყო ლუსტრაშინა უძლური ორითავე ფერხითა და ჯდამკელობელი დედის მუცლით მისიდან რომელსა არასადაევლო ამას ესმნეს სიტყვანი პავლესნი იტყოდა რაი ვით არ მიხედა მას პავლე და იხილა რამე თუ აქ უნდა სარწმუნოება საცხოვრებლად მისსა ქუა მას დიდითა ხმითა შენ გეტყვი სახელითა უფლისა იესო ქრისტესითა აღდეკ ფეხთა შენთა ზედა მართლ და აღხლდნა და იწყოსლად ხოლო ერმანმან იხილა რაი რომელი იქნა პავლე აღიმაღლეს ხმაი მათი ხმითა მით ლუკაუნებრითა და იტყოდეს ღმერთნი მსგავსებულ არიან კაცთა გარდამოსულ არიან ჩვენდა და ხაროდეს ბარნაბას დიოსკერპით და პავლეს ερμით რამე თუ პავლე იყო წინამძღვარ სიტყვისა მის ხოლო ყუდელმან მან დიოსკერპისამან რამე თუ იყო იგი მთავარი მის ქალაქისაი ყუროები და გვირგვინები ვჭეთაზე და ქალაქისათა მოიღო ერისა მისთანა და ეგულებოდა ზორვად ესმარა ესე მოციქულთა ბარნაბას და პავლეს დაიპეს სამოსელი მათი და შევიდესერსამა შორის გაღადებდეს და იტყოდეს კაცნო რასა იქმთ ამას რამე თუ ჩვენცა კაცნივე ვართ მსგავსნი თქვენი და გახარებთ თქვენ რაითა ამოებათ ამათგან მოიქცეთ ღმრთისა ცხოველისა რომელმან ქნა ცანი და ქვეყანაი ზღვაი და ყოველი რაი არს მაშინა რომელმან იგი წარსრულთა მათ ნათესავთა მიუშვა ყოველსა მას თესლებსა სვლად გზასა ნებისა მათისასა და არავე უწამებელად დაუტევა ქველის მოქმედება იგი მისი ზეცით გარდამომოცემა თქვენ და წვიმაი და ჟამნი ნაყოფისაა გამომღებელნი განძღებად საზრდელითა და სიხარულითა გულთა თქვენთა და ესე რაი წართქვეს ძნიად დააცხრეს იგი არაზორვად მათ და არამედ კაცად კაცადი წარსვლად ვანად თვისა და ვიდრეღა იქცევდეს იგინი უნდა ასწავებდეს მოიწინეს ანტიოქიაით და იკონიაით ჰურიანი და ვიდრე იგი ეტყოდეს მათ განცხადებულად არწმუნესერსამარს განშორებად მათგან რამე თუ იტყოდეს ვითარმედ არარას ჭეშმარიტსა იტყვიან არამედ ყოველსა ტყუიან და ქვაი დაჰკრიბეს პავლეს და განითრიეს იგი გარეშე ქალაქსა მას ეგრე ჰგონებდეს ვითარმედ მომკვდარ არს იგი დავითად იგი შემოკრიბეს და გარემოადგეს მოწაფენი აღდგა და შევიდა ქალაქად ხოლო ხვალისაგან გამოვიდა ბარნაბა ის თანა და მივიდეს დერბედ დაახარებდეს ქალაქსა მას და დაიმოწაფნეს მრავალნი და მივიდეს ლუსტრად და იკონია და ანტიოქიად და განამტკიცებდეს სულსა მოწაფეთასა და ლოცვიდეს მათ რაითა მტკიცეთ დგენ სარწმუნოებასაზე და ვითარმედ მრავლითა ჭირითა ჯერ არ ჩვენდა შესვლაი სასუფეველო საღმრთისასა და უკურთხნეს მათ ეკლესიად ხუცესნი და ლოცვითა და მარხვითა შეჰვედრნეს იგინი უფალსა რომლისაცა მიმართ რწმენა და განვლეს რაი პისიდიაი მოვიდეს პამფილიად და იტყოდეს პერგეს შინა სიტყვასა მაზღმთისასა და შთავიდეს ატალიად და მიერ ნავითა მივიდეს ანტიოქიად ვინაიცა იგი შევედრებული იყვნენ მადლით აღმთისაითა საქმესა მას რომელიც აღასრულეს და მორაივიდეს შეკრიბეს კრებული იგი და უთხრეს მათ რაოდენ იყო ღმერთმან მათთანა და რამე თუ განუღო წარმართთა კარი სარწმუნოებისაი და მონიქცეოდეს ჟამთა არა მცირედთა მოწაფეთა მათთანა